ბათუმში ეჭვმიტანილის ცემის ფაქტს პროკურატურა უარყოფს. აჭარის პროკურატურა ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი სპა ატაშავაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურაში ამბობენ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარის ცემის ფაქტი არ მომხდარა და მას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. პროკურატურის განმარტებით ეჭვმიტანილის ცემის ფაქტზე საჩივარი უკვე შევიდა და ექსპერტიზა ჩატარდა. დასკვნის მიხედვით ფიზიკური დაზიანებები ეჭვმიტანილს არ აღინიშნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოტანილი იქნა შუამდგომლობა, რომლითაც დაცვის მხარემ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ზალხოფერიას აღნიშნებოდა რაიმე სახის სხეულის დაზიანება. ჩვენს მიერ ჩატარებული შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნა, ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მიმდინარე პერიოდში რაიმე სახის დაზიანება აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ არ მიუღია. მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 213 მუხლის მესამე ნაწილის ა პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 20 წლამდე, ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, ხოლო 2013 წლის 11 თებერვალს სასამართლო მათ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე შეუპარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.